ზოგადად შედგება 8 ან 9 კოდისაგან, კოდა სადიდებელი ჰიმნების
სიტყვების ერთობლიობა და ამ ოდის პარკლებში ჰიმნები არის ერთნაირი სტრუქტურის და ამგვარ კანონებს ჩვენ როგორც პრაქტიკოსი გალობლები ძალიან ხშირად ხედავთ საეკლესიო წიგნებში ყოველკვირეულ ღვთისმსახურებაზე და ყველგან საეკლესიო გამოცემებში წიგნებში მითითებული არის ჰანგები, რომელი ჰანგებზეც უნდა მოხდეს წესით ამ ჰიმნების გალობა. თუმცა იმ მასალაში, რომელსაც მე ვაკვირდებოდი ინტერნეტში, არცად არ ფიგურირებდა ეს, ასე ვთქვათ, ჰიმნები, ეს ვაბადიეთ ჰანგები. არცად არ ფიგურირებდა, მხოლოდ იყო ტექსტი. შეიძლება რაღაცა ყოფილიყო სამეცნიერო რაღაც, ასე ვთქვათ, სტატია, სადაც განხილული იყო ეს ტექსტი, მისი შინაარსი და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ხვდებოდი ვერსად ჰანგებს, რომელიც წესით და რიგით უნდა ყოფილიყო. ნუ ახლა ბუნებრივია მე გამიჩნდა კითხვა, რომ რატომ ხდება ასე და მოვიდომე პირველ წყაროს ნახვა, ორიგინალის ნახვა. დათო დავით მშობლიაშვილმა, ასე ვთქვათ, დამაკვალიანა, რომ ეს შეიძლებოდა მენახა A85 ხელნაწერში და მართლაც მე მემართა ხელნაწერთა ცენტრს და მოვიძიე ეს დავით ამაშენებლის ტექსტი, რომელმაც უნდა ითქვას მოაღწია ჩვენამდე 15 სხვადასხვა ხელნაწერში, როგორც მინიმუმ, შეიძლება უფრო მეტშიც, მაგრამ ცნობილია, რომ 15 ხელნაწერმა ჩვენამდე მოიტანა საუკუნეების სიღრმიდან ეს უძვირფასესი ნაწარმოები და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ A85, რომელიც ერთხელ ეს ერთი წიგნი კი არ არის, არამედ წიგნის ნაწილია, ძალიან მცირე, სულ რამდენი 2 თუ 3 ფურცელი უჭირავს და აი თქვენ ხედავთ, საიდან იწყება ეს ტექსტი. და აქ ახლა არ ჩანს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ პირველ წყაროში ამ ხელნაწერში იქ მითითებული გახლავთ ჰანგები, აი ეს დასაწყისში პატარა სიტყვით არის აღნიშნული იმ ჰანგის სახელწოდება, რომელ ჰანგზეც სავალდებულოა, რომ ვიგალობოთ აი ეს ოდაში შემავალი ჰიმნები. ეს ჩემთვის იყო სიახლე, ჩემთვის იყო აღმოჩენა. მაგრამ როდესაც მე ჩავუღრმავდი და მოვიძიე უკვე უფრო ღრმად ეს მასალა, რომელიც გალობანის სინანულის შესახებ არის გამოცემული, აღმოჩნდა, რომ სიახლე არ არის. სულ პირველად მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა გამოცემული თედო ჟორდანიას მიერ გალობანის სინანულის ტექსტი დაბეჭდილი და შემდეგ უკვე ერთი საუკუნის მანძილზე მეცნიერები მუშაობდნენ ამ ტექსტზე და ადგენდნენ მას, იმიტომ რომ 15 ხელნაწერს ჭირდება, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან შეჯერება, ხელნაწერი ადამიანის მიერ არის დაწერილი და შეიცავს უზუსტობებს, შეუსაბამობებს, ამას ყველაფერს მეცნიერული მუშაობა ჭირდებოდა, მთელი რიგი მეცნიერების ჩაებდნენ ამ საკითხებში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბათ ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილის შრომა, რომელმაც 11 ხელნაწერი შეაჯერა და პირველად მე მგონი გამოსცა აი ეს უფრო დახვეწილი ვერსია გალობანის სინანულისანი. თუმცა რო ნახოთ ეს გამოცემა უნივერსიტეტის გამოცემულობა გახლავთ ეგა, არც იქ არ ფიგურირებს ეს არის. ქალბატონი ლაურას მეგრე ზურაბ ჭავჭავაძეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და წინვარი ჩემი შეფასებით გამოკვლევა, სადაც ზურაბე უკვე, რა თქმა უნდა, ამ ჰანგებს ასახელებს და ამგვარად მისთვის, ხო, აი პირველი გამოცემა სხვათაშორის ისიც შეიცავდა აი ამ ჰანგების დასახელებებს, ოღონდ იქ არავითარი კომენტარი არ ქეთდებოდა, უბრალოდ ფიზიკურად გამოქვეყნდა ეს ტექსტი. ამგვარად სურათი არის ისეთი, რომ თითქოს ტექსტი არის მთავარი, ტექსტი რა თქმა უნდა მთავარია, მაგრამ აი ეს საკითხი მუსიკალური მხარე გალობანის სინანულისა, როგორღაც
მიჩქმალულია. ზურაბ ჭავჭავაძის გამოკვლევაშიც მცირე ნაწილი ეთმობა, ის აღნიშნავს, რომ ამ ტექსტებს გააჩნია თავისი მელოდიური რიტმული კარგები, ასე ოძახის ამ ტერმინს ხმარობს, ეს გახლავთ ჰანგები, ანუ ძლისპირები, მაგრამ ძირითადად მაინც ტექსტის დადგენაზე არის ასე ვთქვათ აქცენტი. ამგვარად ჩემთვის როგორც მგალობლისთვის ჰანგის თემა არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ჰიმნოგრაფი წერს რაღაც კანონს, მუსიკალურ ჰიმნოგრაფიულ კანონს, ჰანგი ამ კანონის განუყოფელი ნაწილია. ამგვარად ეს ჰანგი მუსიკალური მხარე ყოველი ჰიმნოგრაფიული ქმნილებისა რაღაც ისეთ საკითხს კი არ წარმოადგენს, რომ შეიძლება ავერჩიო, შეიძლება წავეკითხავ, მოდი, არამედ ეს განუყოფელი ნაწილი არის ქმნილების. თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი, ეს გახლავთ დასახელება იმ ძლისპირებისა, ანუ იმ ჰანგებისა, რომლებიც მითითებული არის თითოეული ოდის წინ დავით აღმაშენებლის მიერ. ეს გახლავთ 8 საკალობელი, 8 ძლისპირი. ზურაბ ჭავჭავაძე თავის გამოკვლევაში წერს, რომ სამწუხაროდ ჩვენო ჯერჯერობით არ ვიცითო როგორ ჟღერდაო ეს ჰანგებიო, რომლებიც აქ მითითებული არისო, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ. დღესდღეობით ჩვენთვის ეს ცნობილია მე-19 საუკუნის სანოტო ხელნაწერების წყალობით, რომლებმაც კიდევ უფრო ჩემი აზრით, კიდევ უფრო რთული გზა გაიარეს, რომ ჩვენამდე მოსულიყვნენ. ეს იყო ზეპირი გადაცემის ტრადიცია და ეს ტრადიცია არ გაწყვეტილა. მე-19 საუკუნის სიღრმიდან ზეპირად თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჰანგები მონასტრებში და საეკლესიო პირების წრეში და ასე მოვიდა მე-19 საუკუნემდე და მე უკვე ჩვენ ყველამ ვიცით რაც მოხდა, ანუ დააფიქსირეს ეს ჩვენი ძვირფასი მელოდიები ხუთხაზიანი ევროპული სანოტო სისტემის მეშვეობით დააფიქსირეს ქაღალდზე, რამაც უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გადარჩა რამოდენიმე ათასი საგალობელი, 8000-მდე საგალობელი უძველესი შუა საუკუნეების მუსიკა. ეხლა მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას. დავით აღმაშენებელმა სანამ დაიწყებდა თავისი ტექსტების წერას, ჯერ ჰანგები შეარჩია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. მან ჯერ ჰანგი აირჩია, ხოლო შემდეგ იმ ჰანგის სტრუქტურის გათვალისწინებით შეთხზა თავისი ტექსტები. ეს ტექსტები ისეთი მაღალმხატვრული ღირებულების არის, რომ წავეკითხოთ ისე სახელნიშნების და მუხლებად გაყოფის აღნიშვნების გარეშე, ჩვენ ვერც მივხვდებით, რომ აი ამ ტექსტ პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს ყველას ერთნაირი სტრუქტურა აქვს და ეს სტრუქტურა იმეორებს იმ ჰანგის სტრუქტურას, რომელიც მითითებულია დასაწყისში. შემდეგ მოდის შემდგომი ოდა. ამ ოდაში იცვლება ჰანგი, მაგრამ ოდის ფარგლებში ჰიმნებს კვლავ ერთნაირი სტრუქტურა აქვს. თითქოს ძლისპირის ანუ ჰანგის თარგზე არიან მოჭრილები. შეუძლებელი იქნებოდა, რომ დავითს ჯერ დაეწერა ეს ტექსტები და მერე მოეძებნა ჰანგები, აბა რომელი მიუდგება. არა, ასე არ მომხდარა. მან ჯერ აარჩია ჰანგები, ხოლო ამის შემდეგ ამ ჰანგების სტრუქტურის გათვალისწინებით მოახდინა თავისი ტექსტების შეთხზვა. ახლა ისმის ასეთი კითხვა. რატომ ასე ვთქვათ, გაერთულა საქმე ასე? განაარ შეეძლო, რომ თავისუფლად გამოეხატა თავისი
სულიერი განწყობა ღვთისადმი და თავისი სინანულის ტექსტები თავისუფლად გამოეხატა, ასე ხო უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის. მაგრამ არა, მან ეს არ გააკეთა. მან გარკვეულ ყალებში მოაქცია ტექსტები და ამით ძალიან დიდი შრომა გასწია. ისმის კითხვა, რატო, რა მიზანი იყო? მიზანი იყო ის, რომ ეს ტექსტები შემდგომში ყოფილიყო ნაგალობები. ამიტომ ჩვენ როგორღაც ვალდებული ვართ, რომ ანგარიში გავუწიოთ ამას. არა მარტო დავით აღმაშენებლის, არამედ ზოგადად ნებისმიერი ჰიმნოგრაფი ასეთნაირად იქცევა. იგი ტექსტებს გზავს, მაგრამ იმ ვარაუდით, იმ განზრახვით, რომ ეს ტექსტები მერე იქნება შემდეგ ნაგალობები. ამგვარად ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ შეგვიძლია თქვა გვერდზე გადავდოთ და რაღაცნაირად მივჭკმალოთ და ძირითადად შინაარსობრივ მხარეზე მოვახდინოთ ფოკუსირება. და ახლა როდესაც გალობლებზეა ასე ვთქვათ საქმე, რა თქმა უნდა ჩვენ უპირველეს ესე იგი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს ტექსტები იქნეს აშხერებული. შემდეგი სლაიდი რა გვაქვს აბა სანდრო? ხო, ახლა ამ წიგნში, ამ გამოცემაში თქვენ ნახავთ, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანის ტექსტს იმ ვერსიით, რომელიც ჩემი აზრით არის ბოლო, ასე ვთქვათ, მიღწევა ტექსტის კვლევისა. შეიძლება ფილოლოგებს უფრო სხვა ინფორმაცია გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, თუ კი ვთქვათ, გვეტყვია, რომ არა, ასეთი არა, ასე იყოს, ჩვენ ამას სიამოვნებით ჩავასწორებთ და ეს არ იქნება რთული. ამგვარად ეს ტექსტი ასე თუ ისე დადგენილი ამ წიგნში, რა თქმა უნდა, სრულყოფილად არის მოცემული. მაგრამ გარდა ამისა, ტექსტს აქვს აღნიშნული რაღაც წითელი ნიშნები, რომლებიც არის ქართული ნევრული სისტემა. ჩვენ ქართველებს რამოდენიმე ნევრული სისტემა გვქონდა, მათ შორის ყველაზე ძველი მე-19 საუკუნისა და შემდეგ ეს ნევრული სისტემა განიცდიდა ცვალებადობას და ის ნევრული სისტემა, რომელიც აქ ფიგურირებს, არის შემოქმედის მონასტრის სეული. ეს არ გახლავთ ძველი ხელნაწერი, ეს არის სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისი, მაგრამ ეს ნევრული სისტემა ძალიან კარგად მოხდა ამ სისტემის აპრობაცია. ჩვენ მოგეხსენებათ უბრალოდ შეიძლება გადამარიცოდეს და გეტყვით, რომ მოღვაწეობთ გიორგი თანწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. იქ ფუნქციონირებს სამი შემოქმედებითი სახელოსნო და ეს ტერმინი სახელოსნო შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ მართლაც იქ ხდება რაღაც ინოვაციების მოსინჯვა, ტესტირება და ამაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ჩვენი სტუდენტები. და აი იმ ესე იგი სასწავლებელში ეს ნევრული სისტემა უკვე ასე ვთქვათ სიახლე აღარ არის, პოპულარულია, სტუდენტები მე ვიცი რომ იყენებენ და ჩვენც ამ შემთხვევაში მივმართეთ ამ ნევრულ სისტემას, ვინაიდან იგი გამოსადეგია და მოსახერხებელია ნებისმიერი სახის საგალობლისათვის, როგორც გამშვენებული, ისე სადა საგალობლისათვის. ხო, რა თქმა უნდა, ის ძვისპირები, რომლებიც მოვიძიეთ სანოტო ხელნაწერებში, ჩვენ მოვახდინეთ მათი რედაქტირება და არანაირად არ გაგვემართებია, მოცემული არის იქ ორიგინალური სახით ამ წიგნში, არ გაგვემართებია და ესე იგი იმის თქმა მინდა, რომ ეს ნევრული სისტემა მე ადრეც გამოვეცეთ ერთი წიგნი ნევრული სისტემის შესახებ, სადაც მოვახდინეთ ფრანგების გამარტივება, რომ ძველ ნევრულ სისტემასთან ყოფილიყო შესაბამისობაში, მაგრამ აქ ასე არ მომხდარა.
ამგვარად რა არის რისთვის არის საჭირო ეს ნეუმური სისტემა? ნეუმები საერთოდ რისთვისაა საჭირო? ეს ჩვენი ქართული ნეუმური სისტემა არის, მაგრამ ნეუმები სხვა ერებსაც აქვთ. ეს ქრისტიანულ სამყაროში წარმოშობილი, შეიძლება არა მარტო ქრისტიანულში წარმოშობილი, ასე ვთქვათ, ფენომენია ნეუმები. ჩვენ ხუთხაზიან ევროპულ სისტემას უნდა უმადლოდეთ, რომ გადაგვირჩა ჩვენი საგალობლები, დაკარგვას და ეს სისტემა, ასევე ძველიც ამ ხუთხაზიან სისტემასთან შედარებით ქმნის ხოლმე დიდ დაბრკოლებას. მაშინ როცა ნეუმური სისტემა თავისი პრიმიტიულობის წყალობით არის უფრო მოქნილი და ადვილად შეიძლება რომ ესე იგი ასე ვთქვათ ტექსტები ხან ერთი წარმოვთქვათ რაღაცა ხანგზე, ხან მეორე და ხან მესამე. მოდით ახლა მე ვთხოვ ჩემს თანამგალობლებს, რომ წარმოვადგინოთ ერთ-ერთი ოდა დავით აღმაშენებლის გალობანი სინანული სამედა. ჩვენ ვჯერა, რომ ტრადიცია, რომელიც მე-10 საუკუნეში ტრადიცია, რომელიც მე-10 საუკუნეში ჩაისახა, არ გაწყვეტილა და ჩვენამდე მოაღწია, შესაძლოა გარკვეულწილად შეცვლილი ფორმით არის ეს ჰანგები, მაგრამ ძირი ნამდვილად იქაური აქვს, მაშინდელი და ძალიან ძველი. ეს ის ჰანგია, რომელიც დავით აღმაშენებელმა განუწესა თავის ჰიმნებს. ეკრანზე თქვენ შეძლებთ, რომ დააკვირდეთ თუ კი ჩანს მაგალითად. ჩვეულებრივი ამბავია, რომ გალობელთა გუნდი, როდესაც გამოდის და ასრულებს ერთ საგალობელს და დაასრულებს. მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი ამოცანა არის. ჩვენ ერთი საგალობელი კი არ უნდა შევასრულოთ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ერთი ოდა, რომელიც რამოდენიმე საგალობელის ერთობლიობაა. მასში არის 4 ჰიმნი დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი და შუაში იქნება პატარა ჩასართავები, რომელსაც შეასრულებენ ანჩისხატის გუნდის გალობლები აგრეთვე. ეს ჩვენი ახალგაზრდა მეგობრები არიან. 2009 წლიდან ისინი დადგნენ ანჩისხატში და აღჟღერდა ანჩისხატის ტაძარში ამგვარად ანტიფონური გალობა. საეკლესიო ტიპიკონიც ამას მოითხოვს, რომ გალობა უნდა იყოს ანტიფონური. ერთი გუნდი საკმარისი არ არის. და აი ჩვენი ახალგაზრდა გალობლები, ჩვენი მეგობრები უკვე გამოსცემელი გალობლები არიან და დღეს გვეხმარებიან. ანჩისხატის გუნდი უფროსები შევასრულებთ დავით აღმაშენებლის ჰიმნებს, ხოლო ისინი შეასრულებენ ჩასართავებს. ეს არის ერთი მთლიანი ოდა, მეოთხე ოდა. Oh
მადლობთ. ესე იგი, ჩვენ ახლა მოვესმინეთ ერთი სრული ოდა, რომელიც ტექსტებიც არის დავით აღმაშენებლის მიეკუთვნება დავით აღმაშენებლის კალამს, ეს გახლავთ მეოთხე ოდა და ჰანგი, რომელიც დავით აღმაშენებლის არ შეუქმნია, მან ეს ჰანგი შეარჩია თავისი იმ ტექსტებისათვის, რომლებიც ჯერ დაწერილი არ ქონდა. და მხოლოდ მას შემდეგ შექმნა ტექსტები იმ სტრუქტურის განთავსებით, რომელიც ამ ჰანგს ეკუთვნოდა. აი დაახლოებით ეს არის. დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი ეკლესიის წიაღს მიეკუთვნებოდა თავიდანვე. ამიტომაც არის იგი შეტანილი ნუსხურით დაწერილ კრებულებში. მაგრამ მე რაღაც დროთა ვითარებაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერ უნებლიეთ იგი ამოღებული იქნა საეკლესიო განგებიდან, მაგრამ მე მგონია, რომ უნდა დაუბრუნდეს იგი ეკლესიის წიაღს კვლავ, როგორც ადრე, ვინაიდან დავით აღმაშენებელი იყო არა მარტო დიდებული მეფე, ქართველთა ყველაზე დიდებული მეფე, არამედ გახლავთ აგრეთვე მაღალ პროფესიონალი ჰიმნოგრაფი და ეს მისი მაღალმხატვრული ტექსტები ამის ნათელი დადასტურებაა და ვფიქრობთ, იგი ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს ისე როგორც ადრე ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ეხლა მინდა რომ სიტყვა დავუთმო ბატონ დავით შუღლიაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩემი თანამგალობელია და აგრეთვე გახლავთ ამ წიგნის რედაქტორი. მისი შენიშვნები ყოველთვის სასარგებლოა. ეს პირველი არ არის, მეორე წიგნია და მეორეჯერ არის დათო ჩემი წიგნის რედაქტორი და მისი რედაქტორობა ყოველთვის მაღლად წერს გამოცემის ხარისხს. მე ყველას გილოცავს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის რაღაც ხალხსარისით ესეთი ახალი ეტაპი კიდევ ქართული გალობის შესწავლის საქმეში. ზაზა წერეთლისგან ჩვენ ნამდვილად პირველად არ არის რომ ზაზამ ესეთი რაღაცა სიურპრიზი გაუკეთა ქართული გალობის მოყვარულთ სპეციალისტ საზოგადოებას და ზოგადად ქართულ ხალხს, იმიტომ რომ აქ ნეომებზე იყო საუბარი, მისი პირველი წიგნით სწორედ იმ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ისეთი ბუნდოვანებით მოცულ სფეროს ეხებოდა, როგორც არის ქართული ნეომები. ეს მისი ნაშრომი ნამდვილად არის ძალიან საყურადღებო და მრავლის თქმელი იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება სულ ყველაფერი ბოლომდე ახსნილი არ არის ამ ნეომურ სისტემაში, მაგრამ არის სერიოზული ნაბიჯი გადადგმული იმისათვის, რომ ის ძველი ნეომებიც ოდესმე მართლა სრულად იქნას ამოკითხული. ამ შემთხვევაში გალობანის სინანულისანი ზაზა მილაპარაკა ფორმაზე, რომელსაც ბერძნულად კანონი ქვია, ხოლო ქართულად გალობანი. მე ერთხელ კიდევ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ ქართველი კაცისთვის ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, ღვთისმსახურებისა, ეს ფორმა აღმოჩნდა როგორც ჩანს და როგორც ამას სანოტო მასალაც, ჩვენამდე მოღწეული მუსიკალური მასალაც ადასტურებს, ყველაზე დიდარი, შეიძლება ესე ითქვას, ჰანგებით, ყველაზე მრავალფეროვანი და სწორედ ამიტომ არის, რომ ქართულმა კაცმა ისეთი ზოგადი სახელწოდება, რასაც გალობა ქვია, მიაკუთვნა ამავე დროს, ასე ვთქვათ, მისი სინონიმი თუ ომონიმად წარმოადგინა, როგორც სწორედ აი ამ ფორმის, კანონის ამსახველი ტერმინი. გალობანი, ანუ გალობები, ანუ ოდები. და ესეთი 8 და 8-9 ოდისგან შემდგარი კომპოზიცია. მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ზაზას ამ ნაშრომში ზაზამ თვითონ თქვა,
ყველაფერს თავისი დრო აქვს. ნამდვილად ესეა. ეხლა მე წარმოვიდგინოთ, რომ არ მომხდარიყო ის უბედურება და ზურაბ წერეთელი ცოცხალი ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორედ ის დრო, რომ ზურაბ ჭავჭავაძე ბოდიში. ზურაბ ჭავჭავაძე ცოცხალი ყოფილიყო. ეს არის ის დრო, როცა სწორედ ქართული გალობის აღდგენის პროცესი არის დაწყებული. ჯერ ძლის პირებამდე არა ვარ საერთოდ მისულები იმ დროს, აი ვიწყებთ აი რა წირვის საგალობლებს, წუხრის საგალობლებს და რაღაცა აი ახალი დაწყებულია ეს პროცესები და ნამდვილად ის გზა იქნებოდა, რომელიც თვითონ ზურაბს მიიყვანდა ამ მასალამდე. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს რაღაცა ერთი განაგებს და ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც თავის დროზე ანჩისხალთის გუნდის მიმართ ან ღვთისგან იყო ესეთი მოძებული ეს ასე ვთქვათ მისია და ეს ჯილდო, რომ ეს გუნდი ყოფილიყო ქართული გალობის ღვთისმსახურებაში დამკვიდრების მოთავე ძველი ტრადიციული გალობისა და ამავე დროს დავიწყებული ხელნაწერებისა თუ დავიწყებული წყაროების წარმომჩენი დიდი წილად ეს ხელნაწერების სახით რაც იყო სწორედ ანჩისხალთის გუნდის მიერ იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ზაზა არის ნამდვილად ამ ღვთის საჩუქრის ობიექტი, რომელსაც ნამდვილად ერგო ესეთი შესანიშნავი აღმოჩენა, დაკვირვება შეიძლება ესე ითქვას რა. იმიტომ რომ ჰანგები, რომელიც მრავლად არის ღვთის წყალობით და იმ დიდი მოღვაწეების წყალობით, როგორც ფილიმონ კორიძე იყო, როგორც ეფთიმე კერესელიძე იყო, რაჟდენ ხუნდაძე იყო და სხვადასხვა კიდევ ის გალობლები გადმომცემნი ამ საგალობლებისა, ჩვენ გვაქვს მართლა ის უზარმაზარი მასალა, რომელიც ჯერ კიდევ ელის სერიოზულ კვლევას და ჯერ კიდევ დიდწილად არის ბოლომდე ამოუკითხავი. ხო და ეს ინიციატივა თუ ეს მიგნება ზაზასი არის ერთგვარი სტიმული და ერთგვარი იმპულსი იმისათვის, რომ ეს პროცესი კვლავ გაგრძელდეს. თავისთავად ის სახე, რომ ძველ ხელნაწერებში, ჰიმნოგრაფიულ კრებულებში და ესეთი ხელნაწერები ერთი და ორი კი არ არის ხელნაწერთა ინსტიტუტში, არამედ უამრავია. ამ ხელნაწერების უმრავლესობაში ნამდვილად ესეა, რომ ამ საგალობლებს თავზე მიწერილი აქვს ის ჰანგი ინციპიტები, ანუ პირველი სიტყვები იმ საგალობლებისა, რომელიც დედენად უდევს ამ მერე დაწერილ ჰიმნოგრაფიულ კანონებს, ხო? და ფაქტიურად ეს არის ნიმუში იმისა, როგორ შეგვიძლია ჩვენ აი ყველა ესეთი ხელნაწერი ავაშენოთ. ჩვენ რა თქმა უნდა იმის ილუზია ვერ გვექნება, რომ ჩვენ ამ ხელნაწერებიდან რაღაც ახალ ისეთ მელოდიას ამოვიკითხავთ, რომელიც ხელნაწერებში არ აქვს. სამოდო ხელნაწერებში არ აქვს გულისხმობ. მე-19 საუკუნეში ნოტებზე გადატანილ ხელნაწერებში რაც არ არის მოცემული, იმის აღდგენის პერსპექტივა ძალიან საეჭვოა, მაგრამ ცოტა ის რომ დავინახავთ იმ კანონზომიერებას, რომელიც დასტური იქნება კიდევ ერთხელ და ვხედავთ ამ კანონზომიერებას, რომელიც დასტური იქნება მე-19 საუკუნეში ნოტებზე ჩააწერილი საგალობლების და იმ უძველესი ხელნაწერების ურთიერთკავშირის. ეს ნამდვილად ჩანს ამ ზაზას კვლევაშიც. იმიტომ რომ შეუძლებელია ეს მე-19 საუკუნეში ნოტებზე ჩაწერილ ჰანგზე არის ფაქტურად მისადაგებული დავით აღმაშენებლის ეს კანონი, მაგრამ ეს მე-19 საუკუნეში და ზაზას მიერ კი არ მოხდა, ეს თვითონ დავით აღმაშენებლის მიერ მოხდა, რაზედაც საუბრობდა ზაზა, რასაც ადასტურებს ის წყობრი კანონზომიერება, რის მიხედვითაც არის აგებული ეს გალობანი სინანულისანი. მე უბრალოდ მოხარული ვარ, რომ ვარ მისი მეგობარი, ვარ მისი თანამგალობელი, ჩვენ ვართ ანჩისხატში უკვე 28 წელია ერთად და რაღაც ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის ნამდვილად რა. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, ესეც ღვთის უბრალოდ არ ეძლევა ღმერთის ამ საჩუქრებს.
და მე კიდევ ერთხელ მინდა ზაზას მიულოცო ესეთი წარმატება და მისგან კიდევ ველით და ველით ახალ მიღწევებს და ახალ აღმოჩენებს. ანჩესხაძის გუნდის მიერ 1988 წელს წამოწყებული ქართული გალობის აღდგენის, ასე ვთქვათ, მოძრაობა დაგაშალა და დღესდღეობით, რა თქმა უნდა, მაშინ თუ არტო ანჩესხაძე იდგა და თითოეულა გუნდი კიდევ თბილისში, დღეს უკვე სავსე არის მთელი საქართველო გუნდებით, ახალგაზრდებით, რომლებიც გალობენ და ცდილობენ უყვართ ეს მუსიკა, ეს ჩვენი ამდენი სიმდიდრე, ჩვენი ქართული ჰანგები და ეს ძალიან სასიხარულო მოვლენაა და უთუოდ ამ ხრივ საქმე მიდის წინ. მაგრამ მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი ის ტემპები, რა ტემპებითაც ვითარდება ჩვენი ქართული გალობა, უფრო მეტი გვიდგა ჩვენ, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფი, უფრო დიდი ნაბიჯები გვესაჭიროება, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ სრულყოფილებისგან ძალიან შორს ვართ. ეს უნდა ითქვას, რამდენიმე წლის წინ ჩამოსული იყო დელეგაცია ათონისთიდან საქართველოში და მოითხოვეს, რომ იქნებ გაჩვენოთ ერთი მაინც ტაძარი, სადაც იქნება სანიმუშო სრული გალობა, ან ტაძარი, ან მონასტერი. რომ ვნახოთ აბა ქართველები როგორი გალობით აღასრულებენ ღვთისმსახურებას. მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავიყვანეთ ეს სტუმრები, ვინაიდან სრული გალობით ჯერჯერობით საქართველოში ძერვალოცა არ აღესრულება. მაგრამ მაგასაც მოვესწრებით იმედია. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე გასაკეთებელი და ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ ვერ გვყო, ის დავით აღმაშენებლის ტექსტის და სანადო ხელნაწერების და ნემირებული ხელნაწერების სახით საჭიროებს დიდ შესწავლას და, რა თქმა უნდა, იმის პრაქტიკაში დანერგვას. ქალბატონო რუსუდან ხომარ ქალბატონო რუსუდან მინდა რომ თქო იქნებ თქვას ორიოდე სიტყვა, იგი მე მიცნობს სიმპოზიუმებზე გამოსვლებიდან და მე მგონი რომ შეუძლია რომ მოგესალმებით. მართალიც არ მოგებული ხარ თქვენ სიაში გამოსვლას, მაგრამ ის ხალხის მინდა აღნიშნო, რომ ეს არის მართლა ძალიან დიდი შრომა, რომელიც ძალწერეთელმა ჩადო არა მარტო ამ წიგნში, არამედ ქართული ენების გაშიფვრის, ამოცნობის საქმეში. აქ დათო თქვა და მართლაც ასეა. ძნელია თქვა იმის, რომ ქართული ენები გაშიფრულია და მეტი სამუშაო აღარ არის. სამუშაო ძალიან ბევრია. და მე არც იმას არ გამოვიწყავ, რომ რაღაც შეიძლება არ იყოს ზუსტი სადაც გაშიფრვაში, რაღაც შეიძლება კიდევ გასაკეთებელი იყოს. ეს არ არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ეს საქმე დაიწყო ზაზამ და მას ასე თანმიმდევრულად ახორციელებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა მას აუცილებლად მიიყვანს ძალიან მნიშვნელოვან, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე. აი მათ უცებ თქვა, რომ ეს არის შედარებით რაღაც მარტივი, ასე ვთქვათ, სახეობა ნოტაციასთან შედარებით. რასაკვირველია, უფრო მარტივია, რადგან ის აჩვენებს რაღაც საქცევებს, ეს როგორც ვიცი თვითონ ზაზას პირველი გამოკვლევიდან თითოეული ნები რაღაც საქცევს აჩვენებს და ამავე დროს რაღაც მოწესრიგებულ რიტმულ, ასე ვთქვათ, სახეს ზენს საგალობოს. მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, კარგიცაა, რომ გიორგი მთაწმიდელის სახელობის გალობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ასეთი ექსპერიმენტიც მიმდინარეობს. ადრეს მოთაშორეს ერთ-ერთ სიმპოზიუმზე ზაზამ თქვა და სულიად ვეთანხმები ამაში, რომ ეს აძლევს გალობლებს მეტი იმპროვიზაციის
გალობის დროს მე თავისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გალობა თავის დროზე იმპროვიზაციული იყო, არა მარტო ქართული გალობა, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების ნებისმიერი მუსიკა. არ იყო ზუსტად აფიქსირებული, ისევე როგორც არც ქართული გალობა. ამიტომ გალობლები ძალიან ხშირად საკუთარი ნიჭისა და უნარის შესაბამისად ახდენდნენ იმპროვიზირებას. აი ეს იმპროვიზირების უნარი, რა ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული მუსიკალური აზროვნებისთვის, იმედია რომ რაღაც უფრო განვითარდება ახალგაზრდა თანამედროვე ქართველებში. რადგან პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა დაკარგეს იმპროვიზაციის უნარი. მე ვიყოდი, რომ ჩვენი ანსამბლები, რომლებიც გამოდიან, ძალიან ხშირად მეორებენ იმას, რასაც მათი წინაპრები გალობდნენ. და თავისუფალი იმპროვიზაციული დამოკიდებულება ალბათ თითოეულ ანსამბლს აქვს და ისიც ყველა მათ მიერ შესრულებულ ნიმუშშიც არა ალბათ. მე მინდა მიულოცო ზაზას ეს სამუშაო, რომელიც მან გასია, მიულოცო არა მარტო ზაზას, არამედ სულ ყველა აქ შეკრებილ და საერთოდ გალობის მოყვარულს და სპეციალისტებს ვისწავლობს ამ სფეროს. კონსერვატორიაშიც არის ზაზამ ძალიან კარგად იცის მისი შრომების შესახებ, ეკაონიანის მუშაობს ნომების გაშიფრაზე. პრაქტიკულად ჯერჯერობით მხოლოდ ეს ორი ადამიანი მუშაობს ამ სფეროში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვა შემთხვევა ასეთი არ ეყოლს და მე არა მარტო ნომების შემსწავლებლებს, არამედ ყველას ვინც ქართულ საეკლესიო მუსიკას უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. გილოცავ ზაზა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ქართულისგან კეთილი სურვილებისათვის. ახლა მინდა სიტყვა გადავცე ჩემს ძველ მეგობარს, რომელსაც ანჩისხატის გუნდამდე ვიცნობდი, მე ანჩისხატში კიდე ერთად ვიყავით წლების განმავლობაში, ბატონ რეზო გეგნაძეს კონსერვატორიის რექტორს. თქვენთან ერთად სიხარულით გულოცავს ასაწერითა ამ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ქართული ტრადიციული მუსიკის და გალობის კვლევის სიღრმისკენ გადადგმულ ნაბიჯს. საერთოდ მინდა ვთქვა, მართლა მახარებს ის ამბავი, რომ მეჩვენება, რომ დღეს ქართულ გალობას უდგას რაღაცნაირი აღზევების და რაღაცნაირი აყვავების ხანა. რაც არ უნდა გროტესკულ სიტუაციაში ხედავდეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პოლიტიკურ კატაკლიზმებს, ხან საზოგადოებრივ გაუგებრობებს და ხან რა ვიცი, მეზობელი სახელმწიფოებიდან წამოსულ ათასგვარ გაუგებრობას. მე მგონია, რომ ისაც 80-იან წლებში ქართული გალობის ეკლესიაში დაბრუნება დაიწყო, რაღაცნაირი ძალიან დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება იყო, თუ შეიძლება ითქვას ქართული გალობის კვლევაზე, რომელიც არ შეწყნარა, დარწმუნებული ვარ, არც მაშინ, როცა ქართული გალობა პრაქტიკულად განიდემდა ისტორიულიდან. მაშინაც კი ვიცი, რომ არსებობდა ხალხი, რომელიც ამას რუდუნებით რაღაცნაირად და როგორც შეეძლო გადაარჩენდა ხოლმე. ასე მოვიდა ეს ჩვენამდე და თუნდაც ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩაკეტილი და ჩარაზული მასალა მე რაღაცნაირად იქნა გამომზაურებული და ეკლესიაში დაბრუნებული პრაქტიკოსების მიერ, რომლებსაც ჯერ ძალიან სერიოზული მიღწევები ქართული გალობის კვლევაში გაკეთებული იმიტომ არ ჰქონდათ, რომ მანამდე ამ ესეთ ნაკლულ და მოძულებულ და რაღაცნაირად ჩაწიხნულ სფეროს იკვლევდნენ მეცნიერები, რომელსაც შეიძლება სწორედ საეკლესიო და სამგალობო პრაქტიკა იმენი არ ჰქონდათ. ამის მერე ამ პრაქტიკოსების პირველი ეტაპია ამ გალობის კვლავ რეანიმაციას თუ რენესანსის შეიძლება დავუქვათ, იყო მაინც აი არსებულის უკვე რაღაცნაირად ისე ათვისება და კონსერვირება და ავთენტურ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელიც უდავოდ საჭირო ეტაპია და რომელიც ალბათ გაგრძელდება. ამის მერე კი მე მგონი სიხარულით უნდა აღინიშნოს ის ამბავი, რომ ამის პარალელურად უკვე დაიწყო ისე პრაქტიკოსებმავე დაიწყეს იმ გზების ძებნა, რომ ჩაღრმავებოდნენ ამ ქართული გალობის მექანიზმებს, შეესწავლოთ ისინი ისე, რომ ქართული გალობა უკვე მართლაც გაეცოცხლებინათ იმ თვალსაზრისით, რომ ეს აღარ გამხდარიყო კონსერვირებული მასალის ავთენტური და უცვლელი რეპროდუქცია.
არამედ ეს ყოფილიყო ის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ამ გალობას უეჭველად ხანძდებდა ყოველთვის. ეს არის შემოქმედება, რომელიც რაღაც კანონის ფარგლებს, რაღაც ჩარჩოების ფარგლებში აძლევდა შემოქმედს, გალობელს იმ თავისუფლებას, რომლითაც ეს მუსიკა ისეთი დიდი გახდა. ამიტომ მგონია, რომ ეს ანჩისხატის დაწყებული ეს მოძრაობა მე განვითარდა ერთი ქართული ტრადიციული მუსიკის წყობაზეც ძალიან სერიოზული რამდენიმე მიმართულებით წარმოებული კვლევაც აღსანიშნავია, მანდ ანტაგონისტური თეორიებით, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს აი მეცნიერული და საუბრების წარმატებას, იმიტომ რომ როცა ამდენი თეორია და ამდენი სხვადასხვა გზა არსებობს ერთი სფეროს საკვლევად, ამ სფეროს აუცილებლად დაუდგება ის განვითარების ამაღლების და აღზევების ხანა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ შესანიშნავ წიგნს და წარმატება უსურვო ქართულ გალობას, რომელსაც არა მარტო სწავლულთა მხრიდან და პრაქტიკოსთა მხრიდან, არამედ ძალიან სერიოზული ფინანსური და საზოგადოებრივი დახმარებაც ახლავს, ამიტომ მიმაჩნია რომ დღევანდელი ჩვენი დამეთანხმება, რომ დღევანდელი ჩვენ გალობას, დღევანდელი დღე არის ჩვენი გალობის მართლა ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი წარმატებული ნაბიჯების მოლოდინის ხანა. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ სიხარულით ულოცავ და მივესალმები ამ წიგნს. მადლობა. ეხლა მე მინდა რომ გადავიდე მადლობის ნაწილზე. ეს პროექტი, ამ წიგნის გამოცემის პროექტი დააფინანსა ფონდმა ქართული გალობა, რომელიც უკვე წლებია ძალიან სასარგებლო საქმეებს ახორციელებს სრულიად საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, ეს გახლავთ ფინანსური და მორალური და სხვანაირი კიდევ როგორც შეიძლება მხარდაჭერა ჩვენი აი ამ მუსიკალური საგანძურისა, ეს არის ქართული საეკლესიო მუსიკა და ქართული ხალხური მუსიკა. მე მინდა რომ დიდი მადლობა მოვახსენო ფონდის მესვეურებს, ქალბატონ ნანას. მე როდესაც შევიტანე ეს პროექტი ფონდში, ფონდმა თავისი ასე ვთქვათ პროცედურები როგორც განეხილებდნენ სხვა პროექტებს, ისე განეხილა ეს და დაამტკიცა, რა თქმა უნდა, ამაზე დიდად მადლობელი გახლავართ და ყველა ფონდი ასე აკეთებს, გარკვეულ პროცედურებს იცავს და მე არ მოიწონებს პროექტს ან არ მოიწონებს, მაგრამ გარდა აი პროცედურული ცვლილებებისა, მე ვძნობდი ნამდვილად ქალბატონ ნანას მხარდაჭერას და ასე ვთქვათ გულშემატკივრობას და მინდა მადლობა მოვახსენო. წიგნის დიზაინზე საკმაოდ ვიმუშავეთ. ჯერ ერთი თვითონ ზომები ისეთი მინდოდა ყოფილიყო, ჩვენ ერთად მუშაობდით ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ისეთი ყოფილიყო, რომ ადვილად შესაძლებელი ყოფილიყო მისი თქვა ჯიბეში ჩადება, ტარება და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ მისი დიზაინიც მოსაწონია, რავით, ჯერჯერობით მე არ მსმენი არა იმე ამის საწინააღმდეგო, მისი დიზაინი ეკუთვნის ლალა ლაბაძეს და მინდა რომ მადლობა უთხრა მას. ასეთი კარგი დიზაინისთვის, სადაც სიმბოლურად არის აღსახული ის, რომ საუკუნეების სიღრმიდან დღემდე მოაღწია და ეხლა დღესაც აი ეს გადმოსული ეს სიმბოლიკა. ხო, ლევან მეშაფიძე, რომელმაც მეორედ გამეწია დახმარება ტექნიკურ საკითხებში, კერძოდ მან შექმნა ფონდი, რომელიც აადვილებს ამ ნევნების ტექსტზე დასმას და შემდეგ აი ამ ნებირებული ტექსტის ფორმატირებას. ის მახვილგონევრული მიგნებები აქვს ლევანს და მინდა მადლობა მოვახსენო, ძალიან გაამართლა. ამის გარეშე ასეთი ტექსტის ფორმატირება შეუძლებელი იქნებოდა, რაღაც პროჟექტული საქმე იქნებოდა.
მინდა მადლობა უთხრა თარგმნელს მიხეილ გელაშვილს და თარგმანის რედაქტორს მეთილ ნაიტს. ტექსტ სამწუხაროდ ტექსტს გარკვეული მიზეზების გამო ინგლისური შესაძლებელი არ აქვს ამ ტექსტებს, მაგრამ ბოლოში ერთ გვერდზე არის მოკლედ გადმოცემული წიგნის ასე ვთქვათ შინაარსი დანიშნულება და ამისთვის თარგმნელებს მადლობას მოახსენებთ. აგრეთვე მინდა მადლობით მოვეხსენო სამი ადამიანი ნინო რაზმაძე, მარიკა ყარალაშვილი და სანდრო ნათაძე, რომლებიც აქ მოხსენებული არ არიან, მაგრამ ასევე ხარში მიდგანან და ამ წიგნის ჩასახებიდან ასე ვთქვათ მოაწევენ იმისთვის და აი გასულდა კიდეც წარმატებით ეს ამბავი, რომ საბოლოოდ წიგნი გამოცემული იქნა და შეუძლია დაინტერესებულ პირებს ხელში აიღონ და გაეცნონ ამას. ახლა კი მინდა რომ კიდევ ერთი ჰანგი წარმოგიდგენთ. მე ვფიქრობ, რომ ის ჰანგი, რომელიც უკვე მოისმინეთ, იყო ძალიან ლამაზი, მშვენიერი. ეს მე მგონი პირველად აღჟღერდა, იმიტომ რომ არ არის ესეთი ცნობილი. სამგალობლო წრეებშიც არ არის ცნობილი ის ჰანგი, რომელმაც ახლა გაიჟღერა. ძირითადად ძილისპირების გალობაზე რომ მიდგება ხოლმე საქმე, ძირითადად იგალობება ეკლესიაში მე-9 ძილისპირი. და ამიტომაც არ იყო ეს მე-4 ძილისპირი და მე-4 ოდა გახლდათ. ახლა კი წარმოვადგინთ მე-9 ოდას, თუ შეიძლება მოგზანდით. ამჯერად კი საგალობლად მოვეწევ კვლავ მანჩესტერის გუნდის ჩვენს მეგობრებს და გიორგი თათრუძელის სახელობის საინტერესო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მესამე შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტებს, რომლებმაც ნოემბრის თვეში, როდესაც მე მქონდა საჯარო ლექცია ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ააჟღერეს არა ეს ჰანგი, არამედ დავით აღმაშენებლის ტექსტები ააჟღერეს ამ ჰანგით. და დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ მათ ძალიან დატვირთული პროგრამა აქვს. გიორგი თათრუძელის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი მაღალ მოთხოვნებს უყენებს უკვე თავის სტუდენტებს და ცდილობს, რომ იყოს იმ უმაღლეს სასწავლებლების რიგში, რომლებიც სადაც მაღალი სტანდარტებია, ასე ვთქვათ, და აი რა თქმა უნდა სტუდენტებს არაძლევს ასე ვთქვათ მოდუნების საშუალებას და ხო და მათ თავისი საქმეები გვერდზე გადადეს მაშინ და ასე ვთქვათ ლაზგარეშეც შეისწავლეს ჰანგები და პირველად ააჟღერეს დავით აღმაშენებლის მე-9 ოდა, რომელსაც ეხლა წავაჟღერებთ.
ვიცი როგორ ისმინება ასეთი გრძელი ფორმის მუსიკალური ნაწარმოები პრეზენტაციაზე ან კონცერტზე, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ როდესაც ეს სრულდება, ეს მელოდიები სრულდება ლოცვის დროს, ამ დროს ხდება რეპეტირება ჰანგებისა, იცვლება ტექსტები და აი ამ რეპეტიციების და ასე ვთქვათ ვარირების მეშვეობით ხდება ასე ვთქვათ სიმბოლური გამოხატვა უსასრულობისა და ღვთისადმი სწრაფისა და ესე იგი ღვთისმსახურების დროს ეს ჰანგები და ეს გამეორებები კიდევ სხვა ელფერს იძენს და სხვა მნიშვნელობას. ამგვარად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულ გალობაში სრული გალობით იქნეს ხოლმე ასრულებული. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელ დღეს ძალიან დაჩქარებულია დრო, ყველასალაც გავბივართ, მაგრამ მაინც უნდა გამოიძებნოს რაღაც საშუალებები, რაღაც ხერხები, რომ შეძლებს დაგვარად ეს ჰანგები შემოვიდეს ადამიანების სულებში. დიდი მადლობა ყველას, ბატონ სიმონ გორო. დიდი მადლობა ბატონ ზალს, ანჩისალის გუნდს, ამ ბიჭებს. თქვენ მადლობთ მოგზაურობისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სულიერებით ახსოვს საღამო გამოვიდა და ანჩისალის გუნდი და მისი მოსწავლეები და მისი მიმდევრები აგრძელებენ ქართული გალობის და სულიერების მსახურებას და სულ ასე იქნება და ეს გუნდი დარჩება ჩვენი სულიერების და ჩვენი გალობის ამ ჩვენი საგანძურის სიმბოლოს, ჩაუქრობა სინათლით, რომელიც მუდამ გაანათებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ფონდი ქართული გალობა მრავალ პროექტს აფინანსირებს ჩვენი სექტემბრიდან განვაახლებ ჩვენს პრეზენტაციებს და მოგიწოდოთ სკოლას და მოგიწოდებთ სხვადასხვა დარგში ქართული ტრადიციული ხელოვნებისა. დღევანდელ საღამოს ვამთავრებთ და ახლა გთხოვთ დააგემოვნოთ შილდას ღვინო, ესეთი ახალი ღვინოა, რომელსაც ქვია შილდა და თქვენი აზრი გამოთქვათ ამ ღვინის შესახებ. ჩემი აზრით შესანიშნავია. მადლობა.